წინაზე ვთქვი, რომ მიტოვებული სახლი ვიყიდე მეთქი და ძალიან ბევრი კითხვა დამიწერეთ კომენტარებში, ხო და ახლა ყველას გავცემ პასუხს და თან სახლს დაგათვალიერებინებთ. პირველი კითხვა რაც მახსენდება იყო ის, რომ მიტოვებული სახლების საიტი თუ არსებობსო. მე მაგ საიტზე არაფერი არ მიპოვია, არ ვიცი არსებობს თუ არა და თუ შეიქმნება ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი გვერდი Facebook-ზე, სადაც ადამიანები სოფლების სახლებს ყიდიან. და სხვათა შორის არც ისე ძვირია. არც ისე ძვირიაზე მითხრეს, რომ შენ ვამბობო, რომ იაფი ღირდაო, იაფი ვისთვის რა არის, ვისთვის რაო და მოდი პირდაპირ გეტყვით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ვათვალიერებდი ასეთ მიტოვებულ, ძალიან დიდი ხანი უცხოვრებელ სახლებს და საშუალო ფასი მერყეობდა 10,000-დან 35,000 დოლარამდე. იმაზე იყო დამოკიდებული, რომელ კუთხეში იყო, რა მდგომარეობაში იყო და ასე შემდეგ. ეს სახლიც მაგ ფასის რეინჯში მოხდა და მგონი, რა ნებისმიერ ადამიანი იყიდდა ასეთ სახლს, ვისაც ქალაქგარეთ უნდა რომ მიწაზე ედგეს სახლი, ვისაც ეშინია მიწისთვის და არ უნდა რომ მე-5 და მე-19 სართულზე ცხოვრობდეს. კითხვების გარდა კომენტარებში იყო კიდევ ძალიან ბევრი რჩევა. და რამდენიმე პატარა გათათხვაც რა, რომ შენ არ იცი, რამხელა რაღაც გზა გელის წინ და მეგობრებო, მართლა მინდოდა რომ რაღაც სივრცე მქონოდა, რომელსაც ჩემით მოვაწყობდი. არ ვიცი, ნანახი გაქვთ თუ არა, ჩემი ოთახი როგორი იყო წლების წინ. მაგრამ მერწმუნეთ მაგ რემონტისთვისაც მზად ვარ. მეც გეტყვით ახლა რომ შემეძლოს დღესვე ჩამოვშლიდი ამ კედელს და თავიდან ავაშენებდი ჩემი ხელით და ყველაფერს ერთიანად მივხედავდი. მაგრამ პარალელურად უნდა ვიმუშაო და სხვა საქმეებს მივხედავ. რაც შეეხება ამ სახლის მდგომარეობას, იდეალური რა თქმა უნდა არ არის. ცოტა ხანში ვიდეოებში ნახავთ ამ სახლის ეტაპ-ეტაპ გადაკეთებას, ეპიზოდებში ჩემს მეგობრებს მოვიწევ. მაგრამ აქ მარტივად გაჩვენებთ, აი მაგალითად ეს კედელი მთლიანად დაობებული და ნესტიანია. იმიტომ რომ გარედან ამ სახლს არ აქვს კარგი იზოლაცია, ამიტომ და არც ზემოთ სახურავის მილგაყვანილობა არის მოწესრიგებული, თუ რაც ქვია, ამიტომ როცა თოვს და წვიმს სახლში წყალი არ ჩამოდის, მაგრამ სახლის გვერდითა კედლებში, ასე ვთქვათ, გუბდება და შესაბამისად მიფუჭებს კედელს. ნახეთ, ეს კედელიც არის გამონგრეული რა და იმოთა. ვაი, ნახ, გესმის? ეხლა რაღაც საშინელება გავაკეთე, მაგრამ მივხედავ არ არის პრობლემა. კიდევ ამ სახლს აქვს გასაკეთებელი სახურავი. ძალიან მაინტერესებს ამ სახლის სახურავი ბეტონის არის თუ ხის. თუ ხის არის, მაშინ კარგია, სიამოვნებით მოვხსნიდი თლიან სახურავს ამ სახლს, როცა შევძლებდი და დავაშენებდი ზევიდან სხვენს. ან პატარა ოთახს, სადაც ავძვრებოდი ხოლმე. და მაგ სახურავს აუცილებლად ექნებოდა ლამაზი ფანჯარაც დასაკეცი. თუ ბეტონის არის, მაშინ უბრალოდ ზედა ნაწილს ავხსნიდი და იმ ხის ძალიან ჩარჩოს, საყრდენს, იმას, რა ქვია, ნაგებობას შევცვლიდი და ზევიდან გადავადებდი ახალ სახურავს რა. ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელია, დრო უნდა უბრალოდ და მაგასაც მივხედავთ. ძალიან კარგი ავეჯი არის ამ სახლში და 2 წამით ძალიან დიდი ბოდიშით. მიტოვებული, ანუ ადრენა ცხოვრების სახლების პლუსი კიდევ ის არის, რომ აი საინტერესო ნივთებს აღმოაჩენ რა, მაგალითად წამოდით შეიძლება ეს ნივთები საერთოდ არ გამოვიყენო, მაგრამ აი რომ რამე ჩანგლები მაქვს. ანუ ამ ჩანგლებს არ გამოვიყენებ, მაგრამ აი ღვინის გახსნა რომ მინდოდეს. ჩავარჭობ სახსნელი არ მაქვს, ჩავარჭობ შიგნით შურუპს და ამ ჩანგლით ნუ ბერკეტის რას მოვიგებ ძალას და წავაგებ მანძილს და ნუ ამოვაძრობ რა. ასე შეგიძლია საინტერესო რაღაცები აღმოაჩინო. მაგალითად, დიდი ალბათობით ამას დავიტოვებ, თუ წინა პატრონს არ დასჭირდება, მივაზუმფარებ, შევიღებავ ზურმუხტისფრად და შეიძლება რაღაც სათავსო ან საინტერესო რაღაც იყოს რა. მომწონს რომ მიტოვებულ სახლებს შეიძლება თავისი ისტორია ქონდეს, ენერგეტიკაც და აქ მართლა ძალიან მშვიდად გგზნობ თავს და ჩემი მეგობრებიც კარგად გგზნობენ თავს. და ამიტომ მგონია რომ ცოტა უფრო მარტივია უკვე მიწაზე მდგარი სახლის რომელიც ნორმალურ მდგომარეობაშია ყიდვა, ვიდრე თავიდან აშენება. ჩემი აზრით ცხოვრებაში ერთის აშენებასაც მოვასწრებ რა. ოღონდ მაგას მე ალბათ ბავშვები რომ ეყოლება. კიდევ ამ ფულით შემეძლო რომ ერთი წელი ამსტერდამში მეცხოვრა და ეგიდია დღემდე ძალიან მომწონს რა. მაგრამ იქ არის პატარა პატრიოტული სულისკვეთება და პროტესტი, რომ აი უცხოელები რომ ჩამოდიან და აქ რო ყიდულობენ სახლებს და ჩვენ რო არ გვაქვს სოფლები.
ეგზანტე ხოსეს ბროწეულის წვენი არის ადრეგრძელოს არ ვიძახი. გონი სხვა კითხვები ასე ძირითადად არ იყო. მოლოცვები იყო და ძალიან დიდი მადლობა. როგორც დაგპირდით მართლა ეს ამ სახლში ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება ხოლმე. კარგი ამები იქნება, შეიძლება კინოჩვენებებიც გქონდეს ხოლმე. რაიცი. საჯარო კინოჩვენებები წარმოიდგინე მაგარი იქნება. ხო და აქვს რაღაც პლუსები, აქვს რაღაც მინუსებიც, მაგალითად ის რომ საძინებლის ფანჯარა თლად გარეთ არ გადის, მაგრამ მე მომწონს და ვინც მთათხავთ და ამბობთ რომ რამ გაყიდინაო, გილოცავთ, თქვენ ეს სახლი არ გაყიდინათ. და ვისაც აყიდინა, აყიდინა. ვინც იყიდდა, ის სხვას მსგავს იყიდის და თქვენც გისურვებთ რომ აი რომელ სახსაც დაადგავთ თვალს, თქვენი შესაძლებელსი იყიდოთ მართლა. კიდევ მიხარია რომ ბევრმა მითხრა რომ აი ჩემთვის мотиваცია არის რომ შესაძლებელია. ჩემთვისაც ანუ მე საერთოდ ხელი მქონდა ჩაქნეული ანუ რამის ყიდვაზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ფასებია, მაგრამ თითქოს გამოსავალივით იყო ეს რა, ანუ იყიდე ქალაქგარეთ, უბრალოდ დასარჩენი რომ ზაფხულში მაინც წახვიდე ხოლმე და გული მწყდება რომ გვიწევს ქართველებს სახლების გაყიდვა. ძალიან ბევრი სახლი იყიდება სამეგრელოში, სასახლეები იყიდება სამეგრელოში, ხალხო 20-25,000 დოლარად მართლა. ბოლომდე რო არ არის აშენებული, მაგრამ ანუ უკვე რო კონსტრუქცია, ბეტონი, ყველაფერი რო არის, აი ხარაჩოებიც რო არის აიქვე რა. გული მწყდება რომ გვიწევს გაყიდვა, მაგრამ მაგასანეთად მიხარია როცა ვიგებ რომ ვიღაც ქართველი ყიდულობს სხვა ქართველის სახლს და ანუ ისევ ჩვენ გვჩება რა, რაღაც თამაშივით არის თითქოს რა. თუ ვინმეს გაქვთ პიანინო ვიჩუქებ. That was random. მაგრამ რაღაც ჯგუფებში წერენ რომ პიანინო მაქვს და გავიჩუქებ და ძალიან მინდა რომ ამ სახლში პიანინო იყოს. თუ ვინმეს გაქვთ რამე საინტერესო ვიჩუქებ მართლა, გადასაგდებიო ოღონდ ანუ არ შემოწირულობას ერთ სახის და რიცხვს არაფერს არ ვითხოვ, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ რაიმე ნივთი არის, რომელიც არ გჭირდებათ და შეიძლება სხვას გამოადგეს, სიამოვნებით რა. და მე თუ რამე დამრჩება და შევძლებ, მეც გაჩუქებთ. ან საახალწლო საჩუქარს მაინც მოგწევთ რა, ნაძვის ხის საჩუქარს და რამეს. ბევრი მე არ ვარ მაქსიმალისტი, მინიმალისტი ვარ. ასეთ მდგომარეობაში ძალიან მომწონს სახლი. ეს განათება ძალიან მომწონს, მგონი მყუდროს ქმნის საკაურობას და დიდი განათება ისედაც არ მიყვარს და ერთადერთი თხოვნა მექნება თუ ამ ვიდეოში რაიმე კომენტარის დაწერას გადაწყვეტ, თხოვთ დაწეროთ რომ ლიკურიმ ჩემო ბიძაშვილმა ეს განათება დამიტოვოს. იმიტომ რომ პოლონეთში იყო. მისი ოთახიდან გამოვიტანე და ძალიან არ მინდა რომ დაუბრუნო, იმიტომ რომ მთელ სახლს ანათებს. ასევე ძალიან ბევრმა დამასაბსქრაიბეთ წინა ვიდეოში და ახლაც თუ უყურებთ ჩემ ვიდეოს. გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო ვიდეოებს დავდებ. ბევრ ჩემს მეგობარს გაგაცნობთ და ვნახოთ რომელ მეგობარს რა შესაძლებლობა, რა სკილი, რა ძალა ექნება და ვნახოთ როგორ გაგრძელდება ამ სახლის და ჩემი თავგადასავალი. თქვენს რჩევებს ვკითხულობ არქიტექტორების, დიზაინერების, ელექტრობის მცოდნე ხალხის, ინჟინერების, ყველას რჩევას ვკითხულობ და გავითვალისწინებ. ვარდები შემომთავაზეს, ვარდის ნერგები და გაზაფხულზე ალბათ მივიღებ აზერბაიჯანული ბროწეულის ნერგები თუ იცით სადმე გაზაფხულზე ვიჩუქებ ან ვიყიდი დიდი სიამოვნებით, კოწახურის ნერგიც მინდა, მანდარინის ნერგიც მინდა და ხო, რა დანარჩეს მე კიდე მივხედავთ და ჩემგან თუ დაგჭირდებათ რაიმე რჩევები, რა როგორ გავაკეთე, რა როგორ გამომივიდა, დამი კომენტარით აუცილებლად გიპასუხებთ რა. ხო და მოდით შეცდომებით, მაგრამ ერთად და ტკბილად ვისწავლოთ რაღაც ძველისგან ლამაზი და საყვარელი ახლის შექმნა. ისევ მეგობრების, ადამიანების, ღმერთის, დედამიწის დახმარებით. მადლობა, დროებით, შემდეგი ეპიზოდი იქნება ხვალ. Promise და მითხარით რა ხშირად დავდო ეპიზოდები, იმიტომ რომ წინასწარ უკვე ძალიან ბევრი მაქვს გადაღებული. კარგად.